ბერი ეფრემ ფილოთეველი სნეულებათა შესახებ. შვილო, გისურვებ კეთილმა ნუგეშინის მცემელმა სახიერმა და წრფელმა სულმა სული წმინდამ დაგიფაროს, განუგეშოს და ქრისტეს სიყვარულით აგანთოს. მთელი გულით გისურვებ ქრისტემ ჩამრთელობა მოგმადლოს. ხედავ შვილო, ჩემი გამოცდილებიდანაც ვიცი, რომ რაც უფრო იტანჯება კაცის სხვადასხვა ფიზიკური თუ სულიერი გასაჭირით, თანაც ამას შეგნებულად ითმენს და ღმერთს მადლობს. უფალი უთუოდ ვალდებული ხდება ღვთიური ნუგეში მოულინოს და სული გაუხალისოს, მაგრამ თუ შრომასა და ტკივილს არ ვიტვირთავთ, ღმერთი ნუგეშსა და მადლს არ გვებოცებს. ხედავ, როცა ტკივილის მერე მომჯობინდები, შენში იესოს სიყვარული როგორ აინთება ხოლმე. დიახ, ეს შენი შრომის, შენი მოთმინების საზღაურია. ეს სნეულება რომ არ გქონოდა, არც ასეთი სიყვარული და ნუგეში მოგეცემოდა. ხედავ, რომ როცა გამოკეთდები, პატარა ბავშვს ემსგავსები. ეს იმიტომ, რომ ღმერთი ცოდებს შეგინდობს და პასუხისმგებლობისგანაც გათავისუფლებს. ყველაფერ ამას მოთმინება განიჭებს, რომელსაც ავადმყოფობისას ამჟღავნებ. როცა ღმერთი ინებებს და კარგად გახდები, მაშინ ცხადა დაინახავ, რასაც გეუბნები. ადამიანს ტანჯვის შესაბამისი საზღაური ეძლევა. ერთი ძმა ავად იყო. ისეთი ავადმყოფობა სჭირდა, რომ ძმებს ეზიზღებოდათ და თავიდან იშორებდნენ. ამის მიზეზად იგი საკუთარ თავს მიიჩნევდა. ფიქრობდა, რომ ამას იმსახურებდა. სიმდაბლის გამო ღმერთმა ის გამოაჯამრთელა. ეს წმინდა ძმა კი ამბობდა: "ო, ჩემო იესო, არ ვიყავი ღირსი შენი სიყვარულისთვის, კიდევ მეტანჯა." ხედავ შვილო, რომ ძმას უყვარდა ქრისტე და მისი სიყვარულის გამო სურდა იტანჯა. მან გამოცდილებით იცოდა, რამდენად სასარგებლო იყო მისთვის ავადმყოფობა. ამიტომ ოდნავადაც ნუდარდობ, მხოლოდ მადლობა შესწირე ქრისტეს იმ დიდი სიყვარულისთვის, რომლის გამოც აქ დროებით მწუხარება მოგცა, რათა საუკუნო სიხარული მოგანიჭოს. როცა ავად ხარ და შენი სულიერი მოვალეობების ზედმიწევნით შესრულება არ შეგიძლია, ნუ დამწუხრდები. ამით არ ცოდავ, რადგან შენი სურვილი სხეულს ვერ განაგებს. მონაზონი მუდამ თავს უნდა აიძულებდეს, მაგრამ თუ ავადაა, ცოდად არ შეერაცხება. ღმერთი სამართლიანია. გისურვებ შვილო, ღვთის უსაზღვრო მოთმინების ერთი წვეთი დაიცეს შენს სულს, რომ იქ მოთმინების ციხე სიმაგრე ააგოს და საუკუნო ცხოვრების ულევ საუნჯეს მიაგნო. მწერ, რომ იმ დროს, როცა მადლი ცეცხლივით გწვავდა, ქრისტესგან სნეულება და რაღაც უფრო მეტი ითხოვე, რასაც მისი სიყვარულისთვის დაითმენდი. მან შეისმინა და თხოვნისამებრ ავადმყოფობა გამოგიგზავნა. მას ახლა უნდა მოითმინო, რომ გამოცდილებით განსჯა ისწავლო. ანუ ღვთისგან ისეთი არაფერი ვითხოვოთ, რაც არ გამოგვიცდია. ამისთვის მუდამ ვილოცოთ, რომ ღვთისნება ახსულდეს. ახლა ასე ილოცე: ღმერთო ჩემო, გამომაჯამრთელე, მაგრამ ნუ იქნება ჩემი ნება, არამედ შენი. გამოუცდელი ბავშვებივით ბევრჯერ ისეთ რამეს ვითხოვთ, რაც სარგებელს ვერ მოგვიტანს. ღმერთი როგორც მამა თხოვნას გვისრულებს, რათა გამოცდილებით გვასწავლოს, როგორ ვევედროთ მას, მაგრამ შემდეგ ხედავთ, რომ სწორად არ ვილოცეთ და ვიტანჯებით. ღმერთი განსაცდელისგან სულ გრძელობით გვათავისუფლებს, რომ ჩვენში დანერგოს გამოცდილება, დაუტევოთ საკუთარი ნება, იმ დროსაც კი, როცა ჩვენი უგულისხმობის გამო ვიტანჯებით. ღმერთი არ გვტოვებს, არამედ თავის მადლს გვიგზავნის და გვანუგეშებს, რომ სიმძიმე ვიტვირთოთ. შენშიც ასე ხდება შვილო. რაც ნახე და იგრძენი, ღვთისმადლი იყო. ის შენზე ძიძასავით ზრუნავს, სანამ გამოცდილებით გაიზრდები. ღვთის მიერ შენზე დაშვებული ტანჯვა იმის მაჩვენებელია, რომ ჯერ კიდევ ასეთ წვრთნას საჭიროებ. ყველაფერი ღმერთს მიანდე და თქვი: ღმერთო ჩემო, შენს წმინდა ხელს მივანდობ ჩემს სნეულებას და მაშინ განვიკურნო, როცა შენი ნებებ. შენ ხომ ასე ძალიან გიყვარ ვარ, მხოლოდ ვევედრები შენს უსაზღრო სახიერებას, ნუ უგულველყოფ,
არამედ ყოველთვის მომეცი მოთმინება, რომ ეს ჯვარი ვზიდო, ვიდრე შენინება იქნება. შვილო, ადამიანებში ღვთისმადლი და სიყვარული მრავალი გზით ვლინდება. მას ერთი საყოველთაო მიზანი აქვს: აცხონოს ადამიანი. ღვთის სიყვარული შენში მაშინ უფრო ჩანს, როცა ავადმყოფობ. უფალი მამობრივად დროებით გწვრთნის, რათა მისგან მიღებული მადლი ამ ჩვენი წარმავალი ცხოვრების მანძილზე შეინარჩუნო. სიკვდილის შემდეგ კი ის საუკუნოდ შენთან დარჩება. სიხარულით ზიდე შენი ჯვარი და მარად მადლობდე ღმერთს, რომელიც სრულიად უბიწოდ გიცავს. დაამდაბლე გულის სიტყვა, რადგან ღვთის გარეშე ვერაფერ შეძლებ. მოითმინე სული სიმტკიცითა და სიმამაცით და შენც თქვი წმინდა პავლე მოციქულთან ერთად, არა მარტო ბორკილები, არამედ სიკვდილიც ჩემი ქრისტესთვის. ვინ განმაშორნეს ჩვენ სიყვარულსა მას ქრისტესა, ვერც ჭირი, ვერც მწუხარება, ვერც ნეულება, ღვთის სიყვარულის გამო სიკვდილისთვისაც მზად ვართ. ასე რომ გამხნევდი შვილო, იარე წმინდა და სახელოვანი გოლგოთისკენ. იქ ქრისტესთან ერთად ჯვარს ვეცმევით, რათა ცხოვრება შემოსილ საფლავთან მივიდეთ და სულის აღდგომა განვიცადოთ. მოვალენი ვართ განსაცდელის სახმელი გავიაროთ, რომ ჩვენი სულების დიდი მეუფის ქრისტეს საგანძურში შესვლის ღირსები გავხდეთ. ნუ დარდობ, აფაზიის დროს გულის სიტყვებით ცოდად არ ითვლება. იმისთვის, რომ ცოდად ჩაითვალოს, საჭირო ადამიანს გონება თავისუფალი ჰქონდეს, რათა მისი თავისუფლება განიცაჯოს, რადგან შენ სნეულების გამო ასეთი თავისუფლება არ გაქვს. გულის სიტყვებით ცოდად როგორ შეგერაცხება, დაწყნარდი, მხოლოდ მოითმინე და ღმერთს მადლობა შესწირე.